სენაკის რადიო. ცხელი აგვისტოს საღამოს სასიამოვნო მიპატიჟება მივიღე. ჟურნალ ებგურის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე სუგდიდში ნიკო დადიანის სასახლეში მიწვევენ. მოგონებებმა წლების წინ არც თუ ისე შორეულ წარსულში გადამისროლა. 2017 წელი თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ჟურნალ ებგურის დაფინანსების საკითხს იხილავს. სულ ცოტა ხანში 253 გვერდიანი საზოგადოებრივ სალიტერატურო ალმანახი სახელწოდებით ებგური იბეჭდება. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან გამორჩეულად საინტერესო ავტორების გვერდით ჩემი ნოველებიცაა. 2018 წელს მეორე ნომერი გამოდის. შემდეგ ისევ და კვლავ. ისტორიულად მუდამ არსებობდა ლიტერატურის სიყვარული. წყურვილი წონადი მხატვრული სიტყვისა. აბა შემთხვევით ხომ არ იყო, რომ ლევან მეორე დადიანმა მამუკა თავაქარაშვილს იმერეთის მეფის კარის ყოფილ მდივანს, რომელიც ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, უბრძანა ჩვენი უპირველესი საუნჯის ვეფხის ტყაოსნის გადაწერა და ილუსტრირება, რაც კალიგრაფმა აღასრულა 1646 წელს და მინიატურებითაც შეამკო. ეს ხელნაწერი უმნიშვნელოვანესია ამ პოემის ხელნაწერთა შორის. შემთხვევითი ამბავი ხომ არ იყო, რომ დადიანთა ოჯახის უმდიდრესი ბიბლიოთეკა სრულიად უსასყიდლოდ და დიდი მადლიერებით ჩაიბარა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, მათ შორის 169 ხელნაწერი და მრავალფეროვანი წიგნადი ფონდი. შემთხვევითი ხომ არ იყო, რომ დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სტუმრები, ავსტრიელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე არტურ ზუტნერი მთელი 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ზუგდიდში. ითვლებოდნენ დადიანთა სასურველ სტუმრებად. იონა მეუნარგიასთან ერთად ფრანგულად თარგმნიდნენ ვეფხის ტყაოსანს. რა საუბრები იქნებოდა, რა შთაბეჭდილებები, რა დაკვირვებები. ვკითხულობთ ებგურის ერთ-ერთ ნომერში, რუბრიკაში დიალოგი რედაქტორთან. სენაკის რადიო. მოდით ქალბატონო ზეინაბ, დავიწყოთ სათავეებიდან, როგორ იქმნებოდა ზოგადები. 2017 წელს შევიკრიბეთ ადამიანები, რომელთაც შეიძლება ვუწოდო თანამოაზრენი. ესენი იყვნენ ხათუნა გოგია, ფილოლოგი, ნიკა ლაშხია, ახალგაზრდა პოეტი და მე, თქვენი მონამორჩილი. და გადავწყვიტეთ, რომ სირცხვილია სამეგრელოს რეგიონში არ იყოს ერთი სალიტერატურო გამოცემა. თბილისში გამოდიოდა და გამოდის ცისკარი. 90-იან წლებში ცოტა შეფერხდა. ახლა ისე პოჩაღა დგას ფეხზე. აჭარაში ჭოროხი, იმერეთში განთიადი, აფხაზეთში რიწა. რატომ არ უნდა ჰქონოდა სამეგრელოს რეგიონს ერთი პერიოდული სალიტერატურო გამოცემა? და აი ჩვენ გადავწყვიტეთ და სული შევბერეთ ამ იდეას. არსებობს ჩვენი ჟურნალი, წელს უკვე მერვე წელია რაც არსებობს. მრავალი ავტორი ყავთ, მრავალი დებუტანტი ყავთ. აი ზოგადად რომ შევეხოთ მათ, რა პრინციპით არჩევთ ამ ადამიანებს და მე ზუსტად ვიცი, რომ შემთხვევით აქ არავინ არ ხდება. და ამაშია მისი ასე ვთქვათ ხიბლიც. ჩვენთან მოდიან როგორც თავიანთ სახლში ისე შემოქმედები, რომლებიც ეძებენ რაღაცას ახალს, შაბლონურად არ იმეორებენ ძველს. რაღაც ექსპერიმენტებისაკენ აქვთ მიდრეკილება და ეს ექსპერიმენტები ცხადყოფს მათ გემოვნებას და არაპირიქით უგემოვნებას. აი ასეთებს ჩავჭიდებთ ხოლმე ხელს და მაშინ ახლა დაუბეჭდეთ. საყვარელი ავტორები თუ ყავთ? ჩემგან ავტორების ჩამოთვლა ახლა ბევრს გამინაწყენებს, ამასაც თავი შევიკავებ, მაგრამ ყველა ავტორი მიყვარს, ვინც შიგ მყავს ჟურნალში. ნომრების მიხედვით იცვლება დიზაინი? კი, კონცეფცია ძირითადად არ იცვლება, მაგრამ გარეგნულად ჟურნალი იხვეწება.
შეიძლება ვთქვა, რომ ჟურნალის რედაქცია მუდმივად განახლებადია. მუდმივად. ერთადერთი ის არის პრობლემა ჩემი, რომ ახალგაზრდა ავტორს ვეძებ რედაქტორად. და დღემდე ჯერჯერობით ვერ მოვითვალიერე. აი ეგ თორე ყველა იცვლება ნარჩუნებულია მთავარი კონცეფცია სიახლისაკენ სწრაფი. ამ დროში საკმაოდ ძნელია მოგეხსენებათ. თქვენ როგორ ახერხებთ, რამდენად ასე ვთქვათ, კომფორტულად გრძნობს მკითხველი თავს ამ ჟურნალში? ესეც საინტერესოა. მკითხველი. ხო, მკითხველიც უნდა გაიზარდოს და უნდა დაიხვეწოს ჟურნალთან ერთად. საქმეც ის არის. დიდი შემოქმედები სპეციალურად რაღაცას ისეც მოიფიქრებენ ხოლმე, აღმართავენ რაღაც შლაგბაუმს, რომელიც უნდა გადალახოს მისმა მკითხველმა. თუ ვერ გადალახა, არც აინტერესებს ასეთი მკითხველი და არც უშვებს თავისთან ახლოს. რაღაცით ვამბობ. ალბათ ჩვენც გავართ აი ასეთ ავტორს. ყველა ნომერი განსხვავებული და საინტერესოა. პოეზია, პროზა, თარგმანები, წერილები, მეცნიერება, კოლხური პოეზია, ალმანახი ყველა მიმართულებას იტევს. ბრწყინვალე ავტორებთან გვახვედრებს და საინტერესო დებიუტანტებს გვაცნობს, რაც ყველაზე მეტად გიზიდავს აბსოლუტური სარედაქციო დამოუკიდებლობაა. ალმანახის უცვლელი რედაქტორი ზეინაბ სარია, ლაშა გახარია, საალ ჯალაღონია, ლია სტურუა, ზვია გრატიანი, საულ გერგედავა, თემურ ელიავა, ალიო ქობალია, ზურაბ ლოგუა, ბექა ყორშია, ნანა ეხვაია, ფატინა ჭღებია, ნიკა ლაშხია, გია ხუბუა, ტატო ჩანგელია, ზურაბ ცხონდია, ლაშა ბუღაძე, ლაშა გვასალია. ეს ებგურის ავტორთა არასრული ჩამონათვალია. ალმანახს ზურგს კლდესავით შეუვალი თავისუფალი შემოქმედები უმაგრებენ. აქ ავტორებს ნაწარმოების მხატვრული ღირებულების კრიტერიუმით ირჩევენ. ალმანახში საინტერესო რეცენზიები და უნიკალური თარგმანები იბეჭდება. საინტერესო და შთამაგონებელია ნანა ქარდავას თვალით დანახული აფხაზი ბოდღო ემუხვარი, კონსტანტინე გამსახურდიას პერსონაჟის თარაშ ემუხვარის პროტოტიპი. მხოლოდ სახელმწიფო მუზეუმმა მომაწოდა 3 დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ ბოდღო დავით მელიტონის ძე ემუხვარს უმუშავია სახელმწიფო მუზეუმში. ყოფილა ისტორიკოსი, ტექნიკური რედაქტორი ჟურნალ მოამბისა და ბოლოს 1940 წელს გადაუყვანიათ მეცნიერებათა აკადემიაში. აფხაზური პორტრეტებიდან ეს სახელწოდება ბოდღო ემუხვარის მიერ ჩაფიქრებული რომანის ნაჰარ ჩაბალრხვას ქვესათაური იყო. მე როგორც წიგნის რედაქტორმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ წიგნის საერთო სათაური ეს უნდა ყოფილიყო. წიგნში შევიდა 7 მოთხრობა და 3 პუბლიცისტური წერილი. ჩემი წინასიტყვაობის გარდა წიგნს ამშვენებს პაატა ქურდოვანიძის წერილიც. გამოცემას ბოლოს ერთვის პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის მიერ მოწოდებული აფხაზური სიტყვების ახსნა. წიგნის პრეზენტაცია ორჯერ შედგა თბილისში, წერალთა სახლში და ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ყველა გამოხმაურებაზე, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ნინო შარვაშიძის სიზმარი მგონია. ბაბუა დამესიზმრა, კმაყოფილი, ღიმილიანი, მადლიერების ნიშნად ხელს მიქნევდაო. სენაკის რადიო. პუბლიცისტიკა მარცხენახელი დაწერილი ლიტერატურა არის, ხო? მაგრამ ეხლა არ ჩვენ გვაქვს საუბარი არა იმაზე, რომ ამბიცია და ჟურნალია და პოეზია და თანამედროვებას ვეხებით თანამედროვე კონფიგურაციით ლიტერატურაში, მაგრამ ჯერ თანამედროვეობა ჩემი აზრით
ვერ ჩამოყალიბებულა ლიტერატურულ ასპექტებში და ალბათ ზეინავმა ეს ყველაფერი დაიჭირა და აღარ ეს არ არის მარტო ისეთი. Ჩვენ ჩვენთან არ არსებობს კრიტიკა, არ არსებობს გამოცემების შეზღუდვა, არ არსებობს კონკურსები ისეთი ჯანსაღი, როგორც ლიტერატურა შეეფერება და დღეს ჟურნალში მხოლოდ მარგალიტი აი რაღაც ისეთი, იმიტომ რომ ჩემთვის პოეზია, ლექსი, წიგნი და ლიტერატურული ჟურნალი სხვა ასპექტია და სხვა სიმაგრეებია. წარმატებები და ძალიან მაგარი საქმეა და თუ ასე ამ განწყობით აქ საქმე მართლაც არაფერი არ გააგრძელებს, წარმატებები ჯერ კიდევ ბევრი წინ არის. როდესაც და ჟურნალის ახალ კიდევ უამრავ ნომერს ისურვებს. მე ამბოხე რაინცაც იტევს ებღური გენიალურ თემურ ელიავას. და ასე ვცხოვრობთ უხმაუროდ და უნიათოდ. არავინ ათევს აივნებზე ღამეს მთვარიანს, რეწევით ვწვალობთ, ადრე ვწვევით ვწერთ, იშვიათად და სული გვიდგას რაც მთავარია. სენაკის რადიო. დავით ქაქუთია, პოეტი, ალმანახის მორიგი ნომრის პრეზენტაციის საპატიო სტუმარია. სათუთი თემა ლიტერატურული ჟურნალს რომ მოგიდო დღეს ხელი და უნდა იყო პროფესიონალი ქალბატონ ზეინავს ეს რა თქმა უნდა გულით და თავისი პროფესიონალური მიდგომით რა თქმა უნდა შეუძლია და მე მიხარია რომ მართლაც ნამდვილად მოკიდა ხელი და ნამდვილად გააკეთა ის რაზეც საუბრობს და ეს რეალურია რომ ჩვენ უნდა ბოლოს ჩამოვშორდეთ საბჭოთა და ასე შემდეგ რაღაც მოძველებულ მეთოდებს როგორც ჟურნალიზმში ასევე ლიტერატურულ იდეოლოგიაში. სამწუხაროდ დღეს ესეთ ძალიან ბევრი ადამიანი წერს და კარგია რომ წერს და კარგია რომ დავუშვათ, მაგრამ ლიტერატურა სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. იცით, აი მე ხშირად მქონდა ასეთი საუბარი, რომ დავუშვათ, ხო არის დარგობრივ ჟურნალისტიკაზე საუბრობდი და როცა მეუბნებოდნენ რატო დავუშვათ იქ პოლიტიკაზე, რაღაც, მაგრამ სულ ვამბობდი რომ ყველაზე სათუთი არის ლიტერატურული ჟურნალისტიკა, იმიტომ რომ ლიტერატურა ქმნის ყველასევით ჩამოყალიბებულ სტრუქტურას. ჩვენ ვიცით ისეთი საქართველოს მადლობა უფალს და ვიცით ესეთი გენიალური წერლები, რომლებსაც გაიგივებული ჰქონდათ, რომ არაფერი თქვათ ილია ჭავჭავაძეზე, აკაკიზე და ესეთ ჩემი ის არის მიხეილ ჯავახიშვილი, რომელსაც აი მაჯისცემა ესმოდა ერის და ქვეყნის. ხო ლიტერატურა სხვა ფენომენია, ლიტერატურას ვერ ერეოდნენ, ხრედნენ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ისინი ნიჭიერები არიან. დღეს როცა ქალბატონი ზეინები ამ ჟურნალში აგროვებს ამ ნიჭიერებას, ეს ძალიან მაგარი საქმეა. მე არ ვამბობ ამას იმისთვის, რომ მარტო სიტყვა თქვა. მე ვამბობ ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრი გამოცდილება მაქვს, მიომია, მიბრძოლია, მქონია საკუთარი ჟურნალის და ხანდახან მithქვამს, რომ რატო დავიწყეისთვის ვაკეთებდი ისეთი რაღაცა. საკმაოდ შრომატევადი არის. შრომატევადია და საკმაოდ რთული პროცესია. ყველაფერთან ერთად და თქვი როგორ ფიქრობთ, რამდენად იოლია კარგი, ასე თქვა, მწერლების, კარგი პოეტების აღმოჩენა დღეს? დღეს იცით ძალიან ყველა თაობას ვეხები ამ შემთხვევაში და დღეს ლიტერატურული გემოვნება ძალიან სამწუხარო ამას რომ ვამბობ და საქართველოში ცოტა არ იყოს ეს რაღაც კატასტროფადაც კი მეჩვენება რომ აი ძალიან დაბიო ლიტერატურა შემოვიდა დაბიო ლიტერატურული კონკურსები შემოვიდა წიგნები ისეთი რომელსაც გამოცემას ვერავინ მე არ ვამბობ ჩვენ საბჭოთა მენტალობაზე ვთქვით რომ დავუშვათ ამას გაუწიოთ რაღაც როგორც თავისუფალი სიტყვა და როგორც აი თავისუფალი აზროვნება ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ იცით აი ამ თავისუფალ სიტყვაში, აი ამ თავისუფალ აზროვნებაში რომ ნიჭიერება იპოვო, ეს ძალიან საჭიროა და იცით აი ამ დროს მარტივად გადის, მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ შევეხოთ ამ თემას, აი სოციალურმა ქსელმა თითქმის
მოდი ესე ვთქვათ, რომ ლიტერატურული ფენომენი სამწუხაროდ შეცვალა. იქ აი კომენტარებზე, ეგრეთ წოდებულ ლაიქებზე და ასე შემდეგ, უკვე ამბიცია უჩნდებათ, უკვე რაღაც და არავინ არ უყურებს ლექსის მოთხრობის რომანის და ასე შემდეგ მის ხარისხს, იქ უფრო მოწონებაზე და ამ დროს თავისთავად ეტყობა ავტორს, უჩნდება ამბიცია და სამწუხაროდ ამ ყველაფერმა რიგი პრობლემები შექმნა ნამდვილ ლიტერატურაში. პირველი საკითხი ერთი, რასაც მე კრიტიკით უდგებოდი და არ მომწონდა, იყო ტელევიზიებში და საერთოდ მედიაში ერთი და იგივე სახეების გამოჩენა ლიტერატურაში და ყველაფერს რო ერთი და იგივე სახეებს ეკითხებოდნენ და ამათი ის იყო რა ქვია თითქოს აი რაღაც არ ჩანდა არავინ არ აი თითქოს მოდი ესე არ გამომივიდეს მაგრამ აი შიდა კონკურსები ტარდებოდა შიდა რაღაცა ტარდებოდა მე ამას რასაც საუბრობ შემიძლია ამას თვითონაც აღიარებენ და ამბობენ თუნდაც შესტომებს უშვებდით ამ შემთხვევაში და ნიჭი იკარგებოდა არ იყო სტიმული დღეს ეს ყველაფერი სივრცე გაიგო სოციალური ქსელის და თანამედროვე ტექნოლოგიის და თანამედროვე მაგრამ იცით აი მე რა მინდა ვთქვა რომ აი ზუსტად წიგნზე და წიგნიერებაზე და ჟურნალზე როცა ვსაუბრობ ეს მე მესმის ასე იმიტომ რომ მე ჟურნალისტიკაში რა ეს პროფესია რომელიც ძალიან მიყვარს და ამიტომ მე რო წიგნზე მეუბნებიან ძალიან ესე წიგნი ჩემთვის სხვა ფენომენია და ჟურნალი იქ სოციალური ქსელია და მე რა კონდეს თავისი დანიშნულება იყოს, მაგრამ ჟურნალში, როდესაც ისეთ დარე ხარისხს გაუშვებ, იქ უკვე ყველაფერი ინგრევა და იმსხვრევა. აი საქმეც ამაში და კონკურსშიც რო იგივეს გააკეთებ. შეიძლება უბრალო ადამიანმა მოიტყუოს რაღაც, მე არა თავის წრეშია მორჩა, მაგრამ ჟურნალისტი და მით უმეტეს ლიტერატურული ჟურნალი როცა იტყუება, იქ უკვე და ამ ფონზე ყველაფერი ამის ფონზე, ამ რეალობის ფონზე, როცა რეგიონში გამოიცემა ეგური, ამ ფონზე მაინტერესებს თქვენი განწყობა თუნდაც ამ ჟურნალისტებს. იცით, რეგიონში უკვე სხვა საკითხია და სხვა ჭრილში გადახვედი და მადლობა ამ კითხვისთვის, ძალიან ცუდი სიტუაცია რეგიონში და ძალიან მოდი ესე ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ყურადღება და გულშემატკივრობა ჭირდება ქალბატონ ზეინავს და ყველა რეგიონი საქართველოში, იმიტომ რომ თითქმის მიტოვებულია ამ ხრივ. არ მარტო დიახ მე როცა ვამბობ ხო დავუშვათ პრეტენზიები რასაც ჰქონდა და როგორც რაღაცა, ამიტომ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია რეგიონებში, რომელსაც არც უვირთ არც არის, არავინ არ უყურებს ამას. ეხლა იქ ტელევიზიებში ამათ არ იწვევენ, აქ თავიანთი Facebook ვერდები, მაგრამ იქაც როგორც თქვი, იქაც თუ რაღაცა, იქაც იზღუდები და აქედან გამომდინარე, როდესაც ვეძებ ნიჭს და როდესაც ეს ხდება რეგიონში, ამ შემთხვევაში მე მგონი პირველ რიგში მხარდაჭერასთან ერთად დახმარება სჭირდება ამ ჟურნალს, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ ის ფონი, რომ იარსებოს და იყოს. რეგიონში ეს არის ძალიან დიდი, აი მართლაც გულიდან წარმოსული საქმე. დღევანდელ შეხვედრას ამ ადგილს რომ შევხედოთ, ხა უყურებთ დარბაზში აბრას დავით დადიანის სახელობის სამკითხველო დარბაზია. როგორ ხედავთ თქვენ პერსპექტივაში, რამდენ საინტერესო იქნებოდა, თუნდაც ეს ადგილი იყოს ყოველმხრივ ხელმისაწვდომი? არ ვაჭარბებ ამ სიტყვას, აი გეფიცებით ნამდვილი მე საერთოდ უფრო პოეზიას და ხელოვნებას ჩემი პირადი აზრია და ღია სივრცეში და ისეთ სივრცეში მიყვარს რაღაცა, მაგრამ აქ ამ დარბაზში და როდესაც ჩვენ დღეს რაც ნახეთ, აი სრული იმით ვამბობ, რომ ასმაგებს ლიტერატურული ღირებულებას და რას ქმნის, როდესაც ხარ წარსულთან აწმყო და მორიდებით, რომ შენი შემოქმედებითი, რა თქმა უნდა, აქ გულმა უნდა გალაპარაკოს და არა რაღაც სხვა რაღაცა. ეს შენობა გეუბნება, თითქოს გესაუბრება ეს შენობა და თითქოს გესაუბრება ეს გარემო თავისი წიგნით, თავისი დიდი ფენომენით და რა თქმა უნდა უდიდესი ისტორიით. სენაკის რადიო.
მე ვარ მაკასალია დუშჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ჩემთვის ეს წოდება იმდენს არ ნიშნავს, რამდენსაც მე იქ დუშჯეში, ეს არის თურქეთის ერთ-ერთი პროვინცია, სადაც არიან გურჯები, ანუ აჭარიდან გადასახლებული ქართული მოსახლეობა და ლაზები. აი ამ გურჯებს და ლაზებს ვასწავლეთ ქართულ ენას, ქართულ კულტურას, საქართველოს ისტორიას და უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი დუშჯე ქალაქს ქვია და უნივერსიტეტსაც დუშჯეს უნივერსიტეტი ასეა. სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც ფუნქციონირებს კავკასიური ენებისა და კულტურის განყოფილება. განყოფილებაში არის აფხაზური მიმართულება, ჩერქეზული მიმართულება და ქართული მიმართულება. იქ ფუნქციონირებს ქართული ენისა და ქართული კულტურის ასოციაცია ქალაქში. ქალაქში არის ქართული კულტურის ასოციაცია და სწორედ ამ ასოციაციის წევრების თხოვნით, მოთხოვნით, თანადგომით გაიხსნა ის განყოფილება იქ იმ ქალაქში, დუშჯეში. ესენი არიან ანგარიშგასაწევი ხალხი თურქეთში, ამისი თქმა მინდა. ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის, რომ დავეხმაროთ მათ ქართველობის შენარჩუნებაში. ჯგუფში შეიძლება 1-2 იყოს ქართველი და მეტი იყოს სხვა ეთნიკური წარმომავლობის. ეს მე ვარ ზუგდიდში ამ საინტერესო ღონისძიებაზე, ებგურის ჟურნალის პრეზენტაციაზე. რედაქტორი ქალბატონი ზეინაბ სარია არის ჩემი მასწავლებელი, ჩვენ მისი ხელებიდან გამოსული დაბრთიანებულები ვართ. მე მიხარია ამ ჟურნალის არსებობა ჩემს რეგიონში, ჩემს ქალაქში. ეს ჩემი ქალაქია, ჩემი სტუდენტობის ქალაქია და ბევრი აი 90-იანი წლები აქ გამოვიარე. აი ბნელიო რო იტყვია, ბნელი კი არა, ყველაზე ნათელი წლები ყოფილა მე რო ვუკვირდები და რო ვფიქრდები და აი ჩემს წარმატებაში ბევრ სხვა ადამიანთან ერთად დიდი წვლილი ქალბატონი ზეინაბის არის, მისი სითბო, სიკეთე, თანადგომა და ბევრი სიკეთე, რაც ადამიანურად მას ახასიათებს და რაც შეეხება ებგურს ამ მსგავსი კულტურული ჟურნალები არის ჩვენი სულიერების საზრდო, აი როგორც ჰაერი, წყალი, ისე გვჭირდება ეს ყველაფერი ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრისთვის, ჩემთვის პირველ რიგში, აი ვიქნები სუბიექტური, იქნება ძალიან საუკეთესო საგზალი წლებისა და მე ვცდები, რომ ეს საინტერესო ჟურნალი გავაცნო დუშჯეს ქართველებს და სხვანაირი წვლილიც შევიტანო მის მზეგრძელობაში. თვითონ როგორ ფიქრობთ, მაგალითად ესეთი ტიპის ჟურნალები რამდენად საინტერესოა ახლა მკითხველისთვის? მკითხველისთვის მე რეალობასაც ვერ გავცდები, მაგრამ ამ რეალობაშიც ჟურნალი, გაზეთი, წიგნი არასოდეს არ დაკარგავს, ამას ბოლომდე ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. მის სურნელს ვერაფერი ვერ შეცვლის. ამისი არსებობა ეროვნული მნიშვნელობის ფაქტია. სენაკის რადიო. თქვენ თავად როგორც შემქმნელი და შემოქმედი ამ ჟურნალის, როგორ ხედავთ ამ ჟურნალს მოვლენს? მაგალითად უახლოეს 100 წელიწადში. უახლოეს 100 წელიწადში კი არა. 100 წელიწადშიც კი ის მინდა სულითა და გულით, რომ ჟურნალმა იარსებოს განაგრძოს არსებობა, ახალი ავტორები, ახალი იდეები, ახალი ფორმები დაამკვიდროს. მე ასე მგონია, რომ სამეგრელოს სჭირდება ჟურნალი და აქ უნდა მოვიდნენ ლიტერატურათმცოდნეები, ნოვატორი პოეტები, პროზაიკოსები. ახლა პროზა თითქოს ყველაზე იოლად მიიჩნიეს. არადა ფოლკნერის შემდეგ, ჯეიმს ჯოისის შემდეგ, კაფკას შემდეგ ისე არ იწერება უკვე პროზა, როგორც ადრე იწერებოდა. იმიტომ რომ ახლა თუ ადრე იმას ვაქცევდით ყურადღებას სივრცეში როგორ გადაადგილდებოდნენ პერსონაჟები, საიდანღაც მოდიოდნენ, სადღაც მიდიოდნენ, მერე გეზს იცვლიდნენ. ეხლა და ნაკლებად იყო პედალირება იმაზე, ამ პერსონაჟებს რა აწუხებთ, რა ადარდებთ, რა განცდები აქვთ, რა უყვართ და რა სჯულთ.
შიგნით, ესე იგი ადამიანის სულის უწყრულებში რომ ჩაგვახედეს, იმ ავტორების საქმე უნდა განაგრძოს დღევანდელმა ავტორებმა. და ადგილიც შემთხვევით არ შეგირჩევიათ. ადგილი არ არის ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლაც დადიანებთან დიდი ლიტერატურული ცხოვრება არსებობდა და ჩვენ თითქოს მემკვიდრენი ვართ იმ ჩვენი დიდი წინაპრების. ხომ არ არის ეს ერთგვარი დასაწყისი სალონური შეხვედრების სწორედ აქ? სწორედ რომ სალონური შეხვედრები უნდა იმართებოდეს აქ. სენაკის რადიო. მაგიდაზე ებგურის ყველა ნომერი დევს. არც ერთი არ გავს ერთმანეთს, თუმცა ყველა გამოცემა ნამდვილი ებგურია, სულხან საბას განმარტებით დარაჯად მაღლით ადგილით მჯდომარე. ვუცქერი ამ ფას დაუდებს სიმდიდრეს, შემოქმედთა სულის ნაჟურს და პოეტის მარიკა ახალაიას კოლხური ამოძახილისა არ იყოს ვნატრობ. თირ ადადია, ქუნ მოდვისგან მადადია. მაია ღუბელაძე სპეციალურად სენაკის რადიოსთვის. სენაკის რადიო.